აი ახლა ამ საკითხში ვინც გაერკვევა, შეიძლება თქვას, რომ იცნობს ქართულ გენს. იცნობს ჩვენ საიდუმლოს რითიც მოვდივართ ქართველები. აი ამ დონეზე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს გააზრებები, ეს მიკვლევები და ეს სიღრმისეული, შეიძლება ასე ითქვას, გადმოცემული სიღრმისეული საიდუმლოებები ქართული გენისა ეკუთვნის გრიგოლ რობაქიძეს, რომელიც იყო მესაიდუმლე ქართული გენისა და ქართული სიტყვისა. ყველა ქართულ საიდუმლოს გრიგოლ რობაქიძე ქართული ენით ხსნიდა. ანუ ქართულ ენაში მისი აზრით ისეთი საიდუმლოებები იმალება, რომ შესაძლებელია ამ საიდუმლოებების, ანუ ქართული ენა თავის თავში ხსნის მოკლე საიდუმლოს. და ამ კვლევებით გრიგოლ რობაქიძემ არაერთი უნიკალური ქართული, ასე ვთქვათ, საკვირველება ახსნა ჩვენი მოდგმის, ჩვენი ჯიშის, ჩვენი გენის, ჩვენი ზოგადად ქართველური წარმომავლობის. ერთ-ერთი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე სათუთი და სიღრმისეული არის დღევანდელი ჩვენი 25 გასაკვეთი ამირანის მითის შესახებ. აი მარტივად გეტყვით, რა არის საიდუმლო ქართული გენის. აი ესეთი ფორმულა არსებობს, სანამ მე ავხსნი, წინ და წინ გეტყვით. გაახარე, გაიხარე. აი ახლა რას ნიშნავს ეს? აი ეთომასწავლებელზე ვიტყვი. ბუნება ეთერის და ზოგადად ქართულის როგორია ნახეთ, რამდენად ეთოს გული გადაეხსნება რომელიმაც სხვა ქართველის გულს და გასხივოსნდება. ანუ აი შენით იმ ადამიანს რო ბედნიერს ხედავ, ამით არის ქართველი ბედნიერი. აი ჩემზეც ვიტყვი ახლა. მე რამდენადაც ჩემი საქციელით ეთერის გავაბედნიერებ და დავინახავ, რომ ჩემით გაბედნიერებულია, მაშინ ვარ მე ბედნიერი. აი ესეთია საიდუმლო ქართული ბუნების. ამას ქვია გაახარე, გაიხარე. ანუ მე თუ ვეცადე, რომ ეთერი გავახარო, ეთერი გავახარე, ამიტომ ვარ გახარებული. მეორენაირად ილია ჭავჭავაძეს ეს საიდუმლო ასია გამოცემული. სხვა შენთვისო, შენ სხვისთვისო. აი საიდუმლო სამოთხის გასაღებია. ეს გლახის ნაამბობშია. მეორენაირად ილია ჭავჭავაძეს თუ ესე იგი ყოველ დღესა შენ თავს კითხო, აბა დღეს მე ვის რა ვარგე. ანუ მიზანი შენი იყოს, რომ სხვას მოუტანო სიხარული და გამარჯვებაო. ეხლა ამისი საიდუმლო უფრო სიღრმისეული ღმერთმა როგორ მოგცა. ჩვენ ვიცით, რომ 10 მცნება, ღმერთის 10 მცნება მოსეს მიეცა. ხოლო ქრისტემ კი ამ 10 მცნებას 2 მცნება დაუმატა. უფრო სწორად განასრულა. კიდევ უფრო სწორად ამ მცნებებზე მაღლა დააყენა. ანუ ქრისტეს მცნება 2 რამე. გიყვარდეს ღმერთი და გიყვარდეს მოყვარე. ან უფრო მარტივად გიყვარდეს და მორჩა. ყველა საიდუმლო შესრულებული გახდა. ახლა როგორ ამბობს სახარება? ისე გიყვარდეთ ერთმანეთი, ისე შეიყვარეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენო, ბრძანებს ქრისტე. ესე იგი მე და ეთერის გვეუბნება ღმერთი. შეიყვარეთ ერთმანეთი ისე, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენო. ახლა ისმის შეკითხვა, როგორ შეგიყვარა ღმერთმა? როგორ შეგვიყვარა და თავგანწირულად, ჩვენს გამო მოკვდა, ჩვენს გადასარჩენად. თვითონ უცოდველმა ჩვენი ცოდვები თვითონ იტკივილა. მოკვდა ჩვენს გადასარჩენად, აღდგა მკვდრეთით, ამაღლდა ზეცად. შეგვიქმნა ეკლესია და გვითხრა, აი აქ განიწმინდეთ თქვენი ჭუჭხი. და აი ამ სიწმინდეში
თქვენ ამაღლდებით ცეცადენ და დაიბრუნებთ თქვენს დაკარგულ სამოთხეს. ან მეორენაირად, განიწმინდე გული ბნებებისგან და მე შემოვა შენს გულში და აღვადგენ დაკარგულ სამოთხეს. შენში აღვადგენ, მე ჩამოვედი შენთან, შენ კი მიმატოვე, მაგრამ ეხლა მე ჩამოვედი შენთან. გამიხსენი გული, აი გულის გასაღები ხო თქვით? იპოვე ეს საიდუმლო გულის გასაღები და ეგრევე შენთანავა. აი ესეთი საოცარი ფრაზაა სახარებაში. შეინანეთ რამე თუ მოახლოებულია სასუფეველი ცათა. რას ნიშნავს ჩემო გვიფასებო? გაბრიელ ეპისკოპოსმა ასე ახსნა ეს საიდუმლო, რომ ქრისტე რო აღდგა მკვდრეთით, რას ნიშნავს? ყველაც ჩვენი ცოდვა უკვე ეტკინა მას, უკვე გამოხსნა ამას ნიშნავს და ქრისტე თვითონ მოგვიახლოვდა. ჩვენ კი უარი ვთქვით და ზურგი ვაქციეთ, მაგრამ ის ადამიანად იქცა, სამოთხიდან ჩამოვიდა დედამიწაზე და ჩვენი გულების კარის წინ ადგა და გეუნება გამიღე კარი რო შემოვიდე. მაგრამ საიდუმლო კარები შიგნიდანა გვაქვს ჩვენ ჩაკეტილი. გარედან კი არა აქვს ღმერთს რო გააღოს და შემოვიდეს და ძალით ღმერთი არ შემოდის. ესე იგი, იმისთვის რომ მოხდეს ჩემს გულში ღმერთის და ჩემი შეხვედრა, მე საიდუმლო უნდა აღმოვაჩინო. რა არის ამ გულის საიდუმლო გასაღები? ეს საიდუმლო გასაღები ილიამ ასე თქვა, შენ სხვისთვისო, სხვა შენთვისო. ანუ მეორენაირად გული მისცეს გულისათვის სიყვარული გზად და ხიდად. ურთიერთად სიმძიმე იტვირთეთ და ესე აღასრულეთ ჯულიგი ქრისტესი. და რას მოიტან ამ ბრძოლით? შერთვა ზესთ წყობთა მწყობისა. ანუ მე შენ სამოთხეს დაგიბრუნებ, დაკარგულ სამოთხეს. ვინც სამოთხე მოაწყო? ღმერთი. ის შემოდის შენთან. და სამოთხე რა ადგილია? სადაც ღმერთია. ესე იგი, ღმერთი შემოვა თუ არა შენს გულში, რომელიც ბუნებებისგან განწმენთ, და ჭუჭხში ღმერთი ვერ შემოვა. ამიტომ გული ჭუჭხისგან უნდა გავანთავისუფლოთ. ჭუჭხი რა არის? ცოდვები. და ბუნებები არის გართულებული ცოდვები, ანუ გულში ჩაფესვილი, აი რო გაიდგა კარგად ფესვები გულში, ისეთი ცოდვები. აი ეს არის ბუნებები. აი მაგისგან არის გული გასაწმენდი. როგორც გულს განწმენთ, მაშინათო შემოდის ღმერთი. ესე იგი, დავიწყოთ ახლა ჩემო გვიფასებო აი ქართული. რითი იხსნება, რომ გაიხარე, არის ჩვენი მოდგმის თავი და ჩვენი ქართველობის თავარი ფორმულა. ამისთვის ჩვენ უნდა პირველ რიგში გავიხსენოთ ამირანის მითი. ამირანი არის კლდეზე მიჯაჭული და წელიწადში ერთხელ ხო, ესე იგი, უცვლიან მას ბორკილებს, ანუ რკინის ბორკილები ადევს, მიჯაჭული და ამ ჯაჭვს ცვლიან რა. ანუ მას ძაღლები ულოკავენ, რომ უნდათ რომ მოღრღნა, რომ ამირანი გაანთავისუფლონ და წელიწადში ერთხელ დიდ ხუთშაბათს მას ხსნიან ძველ ბორკილებს და ახალს ადებენ. ანუ მიჯაჭულობას უგრძელებენ. მოკლედ, თემა ასე იწყება, რა უნდა აგონდებოდეს ქართველს. ქართველი თავმომწონეა. აქვს კიდეც უფლება თავმოწონებისთვის. ქართველს კიდეც გაუკიდება სხვას არ მოეწონოს. აი, რობაქიძე ხო ძალიან კარგად ერკვეოდა უცხო ენებში და ზედმიწევნით კარგად იცოდა გერმანული ენა, ძველ გერმანულის და ახალ გერმანული, აი საფუძვლიანად შეიძლება ითქვას და თურმე გერმანელებს ქონიათ ერთი ესეთი სიტყვა, აიტელკაიტ. თურმე რა არის იცით, თომასწავლებელი? შიში თავისი გერმანელობის არ მოწონების. აი მე რო ჩემი ქართველობა არ მომწონდეს, მე რო ჩემი გერმანელობა არ მომწონდეს, ამ სიტყვას ქვია აიტელკაიტ. ქართველებს ასეთი სიტყვა არ აქვს. ესე იგი, იმდენად მოგწონს ჩვენი ქართველობა, ცოტა ზედმეტაც კი მოგწონს. ეს შიში არც ერთ ქართველს არ აქვს, რომ არ მოეწონოს თავისი ქართველობა. ისეთი ბედნიერები ვართ, რომ შესაბამისი სიტყვაც კი არა გვაქვს თარგმნის, რომ აიტელკაიტ რას ნიშნავს ჩვენთან. რატო?
იმიტომ რომ ჩვენ ისეთი გენი გვაქვს, ჩვენ ისეთი მადლი გვაქვს, ჩვენ ისეთი ბუნება გვაქვს, ისეთი წმინდანები გვაქვს, ისეთი ენა გვაქვს, ისეთი საოცრებები აქვს ჩვენს მამაპაპას, რომ მოგეწონოს კი არა ამას რომ მოგიყვებიან, აღარ იცი სად გაფრინდე სიხარულისგან და როგორ ამაღლდე და შენც მათ გვერდზე როგორ დადგე და შრომით და ღვაწლით როგორ უპასუხო და გააგრძელო შენი წინაპრის საქმე. ამიტომ აი ქართველსო ქართველობა უყვარს, მეორე ასეთი ერი არ არსებობს თურმე დედამიწის ზურგზე. ანუ ჩვენ სრულიად მადლიერი ვართ ღმერთის ქართველობათ რომ შექმნა და აი მადლობას ვწირავთ ამისთვის. და თურმე ეხლა უყურე, ამიტომაც ვართ თავმომწონე. აი ჩვენ რო სხვას არ მოვეწონოთ, ვიღაცა ეხლა ამერიკელი ჩამოვიდა და ჩვენ გაგვიკვირდება, რატო არ მოწონს ე? ჩემი კეითი როგორ არ მოწონს, კაცო? როგორ არ მოწონს კახური ღვინო? როგორ არ მოწონს სიტყვაზე მეგრული ღომი თუ საცი და ასე შემდეგ და 1000 რამე გვაქვს ეხლა ჩვენ კუთხეებს აღარ გავაგრძელებ, მოკლედ ჩვენ ის უფრო გაგვიკვირდება, ვინმე ქართველი არ მოეწონა. მაგრამ უყურეთ, თავმომწონე ქართველი თავგამოჩენის ჟინითაა აყვანილი. ეხლა ამას უნდა რომ თავისი თავმომწონე ქართველობით თავი გამოიჩინოს. ლექსი წაიკითხოს, იცეკოს, იმღეროს, ჩაგეხუტოს, რაღაცა სასწაული ჩაიდინოს შენს გასაბედნიერებლად, რა. გვაქვს ეს ჩვენ. მაგრამ ეს არა ისე რომ სხვა დაჩრდილოს. რობაქიძე ამბობს. რატო ეხლა რაშია ამის საიდუმლო? ქართველის მენ, ანუ გივი მასწავლებელო, ადრე ჩვენ ხო ეხლა მე და შენ ესე ვლაპარაკობ. ნამდვილი ძველი ფორმა ყოფილა მენ. მენა იქიდან მოდის შენა. ხო და თუ ამას დავაკვირდებითო რობაქიძე, მენ შენ ფუძე ერთია ხო ენ. ანუ მ და შ მარტო აქ იცვლება, თორე ფუძე მენ და ფუძე შენ ორივეს ერთი ფუძე აქვს. და ამბობს რომ აი აქ არის საიდუმლო ჩამახულიო. ქართველის მენ ხმარობ ნამდვილ ფორმას ამ სიტყვისა. იფინება იმდენად, რამდენადაც იგი შენში სხივოსნდება. ნახე, ანუ ჩემი პიროვნება თუ შენში გასხივოსნდა, აი ეგ არის ჩემი გამარჯვება და მაშინ ვარ გახარებული. როცა შენ გაგახარე რა, ჩემი გასხივოსნებით, ჩემი ქართველობით, ჩემი სტუმართმოყვარეობით, ჩემი სიგიჟით, შენს გაგაბედნიერი, აი მაშინ ვარ კარგად. აი ზუსტად სხივოსნდება იგი ამრიგად, იწონებს იგი თავს. გაახარე, გაიხარე. აი მთავარი ხტილი ქართული ბუნებისა. ხარება ზრდას ნიშნავს. კიდევ ერთი გენიალური ელვარი ქართული ენისა. ვიტყვით ხომ ქართველი მცენარე ხარობს. გაიხარა ხო ამბობთ, გულისხმობთ იზრდება. ხარობს, ესე იგი იზრდება. ესე იგი გაახარე, გაიხარე, ეს მეტყველებს შეუწყე ხელი სხვის ზრდას, რათა ამით თვითონ იზრდებოდა. ანუ ნახე, მე ვცდილობ რომ ის სხვა მეორე ადამიანი სულიერად გაიზარდოს ქართველობაში, მართლმადიდებლობაში, მტრის სიყვარულში, სათნოებაში, სიმდაბლეში, ხო და თუ ამას ვხედავ, ამით მეც ვიზრდები და მეც ბედნიერდები. აქედან ერთი მოვლენა. არც ერთ შვილს, რომელიმე სხვა ერისა, არ ძალუց ისეთი სისრულით იყვეს ერთგული, თავდადებული მეორისათვის, სხვისთვის, როგორც ქართველს. უკანასკნელი მსახურია მოყვასისა, მსახური ამ სიტყვის უკეთილშობილესი მნიშვნელობით. ავიღოთ ავთანდილი, ყველაზე კარგად წარმოიდგინეთ, პოემის მთავარი გმირი ტარიელია, მთელი პოემის 80% ავთანდილს მიჰყავს. უმეტეს შემთხვევაში სულ ავთანდილზეა ლაპარაკი. ავთანდილი დადის საძებნელად, ავთანდილი გაივლის 1000 უბედურებას, 1000 რაღაცას, ავთანდილი პაულობს
ნესტან დარეჯანს ავთანდილი შეკრავს ფრიდონს, ტარიელს, ყველას ერთად და უარს ამბობს თავის სიცოცხლეზე, თავის სათბოზე, თავის ყველაფერზე და იბრძვის ტარიელს როგორ მოუტანოს სიხარული. და ამით არის ანუ გაახარებს რა ტარიელს ბედნიერებით ამით არის გახარებული. ეს არის ზუსტად გამოხატულება ამ სიდიადის. ასმათმა ფაქტობრივად თავი დამარხა. თავისი პირადი განცდები არა აქვს ამ ნაწარმოებში, პირადი ვნებები, გრძნობები ჩაიკლა. წარმოიდგინეთ, ეს ფენომენალური სახეა. მსოფლიო ლიტერატურაში ოდნავი ანალოგი არ მეგულება დედამიწის ზურგზე. ჯერ წარმოიდგინეთ ტარიელისნაირ ვეფხის ტყავსან კაცს, რომელიც არის უმშვენიერესი, უდიადესი, უძლიერესი და ყველაფრით აღმატებული. ამ კაცთან ერთად ცხოვრობს გვირაბებში, სადღაც გამოქვაბულში, წარმოიდგინეთ. ყოველ წასვლაზე ეხუტებიან ერთმანეთს. ყოველ მოსვლაზე ეხუტებიან, ტირიან და ოდნავი ვნება არ აქვს ქალს. ისეთი სუფთაა მისი გული. მაშინ ისმის შეკითხვა, რა აქვს მიზანი ასმათს? რატო იბრძვის ამდენს, რატო კლავს თავის ადამიანობას, თავის ქალობას, თავის გრძნობებს? ერთგულია ნესტან დარეჯანის, წარმოიდგინეთ ხო? ერთგული, ანუ ნესტან დარეჯანის გამო აკეთებს. ტარიელსაც ნესტან დარეჯანის გამო უდგა ერთგულად, მეგობრულად და ბოლოს მიაღწევს თავის საწადელს, ისინი შეეყრებიან ერთმანეთს. მერე ახლა წარმოიდგინეთ, მოდის ავთანდილი, მეორე დევგმირი. მოდის ისაც შეხედული ბიჭი, რაღაცა საოცარი აზროვნებით, გონებით, ყველაფრით სასწაული. მერე ახლა ავთანდილს ეხუტება, მაინც უნება ოდნავი ვნება არა, ისეთი გულსუფთა არა, ეს არის სასწაული პერსონაჟი, დამიჯერეთ ანალოგიური არა. და რითი ბედნიერდება ასმათი? გააბედნიერებს რა ნესტან დარეჯანს, ანუ გაახარა ნესტან დარეჯანი და მაგით არის გახარებული. ზუსტად იგივე ქართული მოდელი, ქართული საიდუმლო, როგორც ავთანდილში, ასევე ასმათში. კარგი, წავედით ახლა. ასეთია ნიშანწყალი ქართული ხასიათისა. ხოლო მას ერთი რამ ახლავს თან. არის ერთი რამ, რასაც ქართველი არ უნდა ივიწყდეს. ესე იგი, ეს კი არისო, მაგრამ ერთი საფრთხე არის აქ ჩასაფრებული. ნახე რა საშიშროება, რომ ყოფა არის არა მხოლოდ ნიჭი ღვთიური. აი მოგვეცა ნიჭი ღვთიური, მაგრამ იგი საქმეცაა. ესე იგი, საქმე თუ უნდა აქციო, მარტო ღვთიური ნიჭი რო გაქვს, ეგ არ კმარა. თუ ამ საქმეს მართებულად ვერ აღასრულებ, გაგიფუჭდება თვითონ ნიჭიც. უყურე, აქაც ვეფხის ტყავსანი გამახსენდა. ეხლა კი მიეცა სასწაულებრივი ძალაც და გონებაც და სიყვარულიც და ყველაფერი ტარიელს. ძლეთამძლეა, უძლეველია, საკუთარ თავს ეძებს, ებრძვის და ამარცხებს. ისე რომ უარს ამბობს წუთის ოფელზე და განუწყვეტლივ ტირის თვისთა ჩოდოებზე. მაგრამ შოთა რუსთაველი გეუბნება არ არის საკმარისი მარტო გული, გულის კაცია ტარიელი. ყველაზე მთავარი გულია და იმიტომაც არის ნაწარმოების მთავარი გულის თქმა. მაგრამ ნახე შოთა გეუბნება, ზის და ტირის საქმეს ვერ აკეთებს. ვერ მოძებნა ნესტან დარეჯანი. და ტირილით, მარტო ტირილით ვერ შველის საქმეს. ამიტომ ესე იგი, ტარიელი გულია და ავთანდილი გონება. ესე იგი, გულს გონებაც უნდა. მართლმადიდებლობაში ასია. გული და გონება უნდა განერთიანდეს და ეს არის უკვე წმინდანობა, განხრთობა ეს არის. შოთა რუსთაველმა ზუსტად ესეთი საიდუმლოთი გაუგზავნა ავთანდილი, რომ გულს ავთანდილ გონებაც უნდა ჩემო ძმაო. და უყურეთ აქ რა საოცარი რამეა. ანუ საქმე უნდა, ნახე, და საქმეს უკვე ავთანდილი აკეთებს. ანუ სანამ გონება არ ჩაერთო, ტარიელმა გულმა ვერაფერი ვერ გააკეთა. აქ მარხია საფრთხე, ლალი მასწავლებელო, თურმე ჩვენ ხო საფრთხეს ხმარობთ, არასწორი ფორმა ყოფილა. რობაქიძე მე ზედმიწევნით იცის. ნამდვილი ქართული ფორმა ყოფილა საფრთხე და სწორი ფორმა. ჩვენ სამწუხაროდ
ეხლა მიღებულია საფრთხე. აი კიდევ ერთს გეტყვით. აღფრთოვანებას ვამბობთ ჩვენ. ეხლა გამახსენდა უცბად. რობაკიძე ამბობს, საიდან მოიტანეს, აქ რა საჭიროა, რატო დამკვიდრდა. იმიტომ რომ აფრთოვანება ნიშნავს ფრთა შეისყარო ამაღლდა სამდე და ღმერთამდე. რა საჭიროა ზეცაში ასვლას. უნდა აღდგომას, აღსდგა იქ უნდა, თორე ფრთა ზეცაში წასვლას რათ უნდა, ფუ უნდა, ფრთა უნდა. ამიტომ რომაკიძე იძახის, სწორე ფორმა არის აფრთოვანება. მე სხვათა შორის მივეჩვიეს უაფრთოვანებას წერ, სადაც მომიწევს ხოლმე. ეგრე რომ დაიმახსოვრეთ, საფრხეა სწორე და არა საფრთხე. ეხლა ნახეთ რისი საფრთხე. აქ მარხია საფრთხე ყოველგვარი თვისებისა, გენია, მაგალითად ცეცხლია. თუ ცეცხლს მასალა არ მიეცი, თავის თავს შესჭამს. დაიფერფლება. გენია ვითარცა თვისება საკურველია, ფერფლი არაა, ხოლო დაფერფლვა მოელის მას როგორც საფრხე, თუ მოვლა მოაკლდაო. ნახე, მოგეცა გენიალური ჭკუა, მაგრამ თუ ის საქმეთ არ აქციო, ის შედეგს ვერ მოიტანს. კი, გენიასები ყავს, მაგრამ საქმეთ უნდა ვაქციოთო, ამის თქმა გვინდა. ქართველი სხვაში ხლამობს თავის ასხივოსნებას. მე შენ ამას ნიშნავს, გაახარე, გაიხარე, ამას ნიშნავს. აი, მე გივი მასწავლებელთან მაშინ გგზნობ კარგად თავს, როცა ჩემი ქცევით ვხედავ, რომ გივი გახარებული. მაშინ ვარ მე გივისთან გახარებული. როცა ვხედავ ჩემით გახარებულ გივის. ეს არის საიდუმლო. ხო, თუ შენ ვერ გადაეხსნა მენს ჯეროვნად, აი მე ვერ გადავეხსენ გივის ჯეროვნად, მაშინ მენ უკუ იქცევა დაბნეტილი. იკუმშება შინაგან, ხდება ჩათხრობილი. ამით ირღვევა სასურველი ურთიერთ მიმოქცევა მენ შენისა. ეს დარღვევა ქართველთა შორის ხშირი ამბავია. ამბავის აბედისწერო. ამას ხელს უწყობს შენი მხრივ დაუდევრობა, მენის მხრივ სიფიცხე. როგორც მზის შვილნი, ჩვენ ქართველნი დაუდევარნიცა ვართ და ფიცხელნიც. აი ჩვენი ნაკლი გამოვლინდა საფრთხე, ანუ საშიშროება. არის დაუდევრობა და ფიცხელობა. აი ჩაჩქარა რო გვიყვარს რა რაღაცების გაკეთება, გულფიცხელობა. განსაკუთრებით გვნევს ხოლმე სიფიცხე. მენ იკუმშება შინაგან და ჩათხრობილი ხდება. თუ ამას ოდნავ წყენაც მიემატა შენის მხრივ, მაშინ მენ ქართველი გლეხიც კი განზედგება. ცხარდება, თავნება იქცევა. თავნებობა კი ფესვია, რის განკერძოების, განაპირების, გათიშვის, ბოლო და ბოლოს განდგომის. აი რა არის ესე იგი საშიშროება ქართველისა. რამდენი განდგომილი იცის საქართველოს თავგადასავალმა. ნახეთ, რომელიღაც თავაც რაღაცა მეფემ ვერ უთხრა ცოტა ისე, ანუ ამ თავადმა თავისი გენი ვერ გამოავლინა მეფის წინაშე და უკვე ეს თავმომწონე ქართველი ჩათხრობილი ხდება, თან თუ წყენაც დაემატა, გადაეკიდება მეფეს. და რამდენი ასეთი თავადი განდგომია და მოღალატე გამხდარა საქართველოს. აი, ამაშია ზუსტად ჩვენი ნაკლოვანება და ეს რო გათვალისწინებული ქონოდათო ქართველ მეფეებს, საქართველოს ისტორია სულ სხვანაირად დაიწერებოდა. იმიტომ რომ ჩვენი ნაკლი რა არის? ტრობა, შუღლი ურთიერთ შორის. აი ეს არის თავარი ჩვენი უბედურება. აი ზუსტად ამის საფრთხეა. აქედან გასაგები ხდება ჩვენთვის ძველი ცნობა, დავით აღმაშენებლის დროის მემატიანის მიერ მოყვანილი. მოდგმა ქართველთა ქართლის ცხოვრებაში წერია. ოდით გამლე, თავით გამლე, ორგულია თვისთა უფალთა მიმართო.
ანუ გაცემა და გაყიდვა ჩვენი ბუნებრივი წესიაო წერი. აი იმდენად ხშირი იყო ეს. დიახ, საქართველოს სამეფოს შინაგანი ღვევის სათავე სწორედ აქ უნდა ვეძიოთ. ქართველთა მეთაურთ ორიოდე გამონაკლისი, რომ შეგნებული ჰქონოდათ ქართული ხასიათის სიავკარგე, მაშინ ღრმად დარწმუნებული ვარ, ამაში ვერც თურქი შელახავდა საქართველოს, ვერც სპარსი, ვერც ხვარაზმელი, ვერც სელჯუკი, ვერც მონღოლი, ვერც რუსი, ვერცა სხვა რომელიმე გადამთიელია. ანუ ჩვენი ნაკლი ისევ აქ ამბობენ, რობაქიძე სხვაგან წერს, ქართველებს მრავალი მტერი ჰყავსო. მე კი სხვა რა მგონია. ქართველებს მხოლოდ ერთი მტერი ჰყავს, ეს არის თვითონ ქართველიერი. შური, ღვარძლი, მტრობა ურთიერთშორის, აი ეს არის ჩვენი ნაკლი. სხვაგან წერს ამას გრიგოლი. ეს საფრხე ქართველთა ჩემიერ მოგონილი არაა. იგი მკაფიოდ არის გააზრებული ერთ ქართულ ვარიანტში ამირანის, ანუ პრომეთეს მითოსისა. ამირანი მიჯაჭულია კავკასიის ერთ ნაპრალზე, ანუ კლდეზე. არწივი ნაღველს უკორტნის მას. ორი ძაღლი, თეთრი და შავი, ჯაჭვს ლოკავენ. ნების კვირის ხუთშაბათს ალიონზე ეს ჯაჭვი ისია დაცრეცილი, რომ ამირანს ძალუც აიწყვიტოს. ამ დროს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მჭედლები სიმბოლურ ჯაჭვს სჭედენ. თუ ამირანმა აიწყვიტა, ახალი ჯაჭვი მზად გვექნებაო. ამბობენ. ეს ვარიანტი საოცარია და თან საცნაური. საოცარი, რადგან მითოსი აქ კულტურულ ქმედებაში გადადის, ანუ მოქმედებაშია. ჩვენი ეპოქის ბოლომდე, ბოლო დღემდე, მჭედლები საქართველოში მართლაც სჭედდნენ ასეთ ჯაჭვს. ეხლა რა თქმა უნდა, ამ წუთას არ მეგულება, რომ ეს ჯაჭვი სადმე კიდე ეცდება, მაგრამ აი რობაქიძის დროს, დაახლოებით 100-150 წლის წინ, ეს ჯაჭვი თურმე კიდევ ვიჭედებოდა საქართველოში. ეს ჩვეულებრივი ტრადიცია იყო. და საცნაური, რადგან საკვირველი პრომეთეს, რომელმაც ცეცხლი მოუპოვა კაცობრიობას, ქართველი ახალი ჯაჭვით უგრძელებს მიჯაჭვულობას. რატომ? პრომეთებს სიკეთე მოგვიტანა, ცეცხლი მოიტანა და რაღაცა უნდა მივაჯაჭვოთ, კაცო, ჩვენი მითის მიხედვით. საკვირველება ადვილი ასახსნელია. პრომეთე მართალია ცეცხლის მოპოვებით გააბედნიერა კაცობრიობა მან, ხოლო მას შინაგან კი არ მოუპოვებია ცეცხლი მსხვერპლის გზით. აი მე რო ვთქვი, ქრისტემ რო გვასწავლა, ამ გზით კი არ მოიპოვა. სხვა შენთვისო, შენ სხვისთვისო, გული მიეც, გულისათვის სიყვარული გზა დახიდა. ისაო, მერე ისე გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარე თქვენ, თავგანწირვით და არა, იგი მან ძალმომრეობით მოიტაცა. ნახეთ, მოტაცებულია, მცნება აქ დარღვეული. ღმერთის წინააღმდეგ მოქმედებს, პრომეთე. ამირანი თაონებაა. ნახეთ, აქ უკვე გაიხსნა ჩვენი საშიშროება და საფრხე. თაონებაა. ახლა მიხარი, რომელი ხვეული პრომეთეს მითოსისა შეედრება მის ქართულ ვარიანტს. ვერც ერთი. ქართული გენია სწოდა უკანასკნელ სიღრმეს ამ მითოსისა, რადგან მან მასში თავისი საფრხე დაინახა. თაონებობა. აი ჩვენი საშიშროება არის თაონებობა. აი თაონება რო ხდებიან ჩვენი თავადები, მაშინ იწყება დაქუცმაცება საქართველოში. ამას ეხლა მოდი თაონებობის საწინააღმდეგო რა არის? ღმერთის მინდობა. ანუ და მამაო ჩვენოში ნახეთ რა სავთხოვთ. კი მომცა ღმერთმა თავისუფლება და შენ გადაწყვიტე რა გინდაო, მაგრამ მამაო ჩვენოს ასე ვამთავრებ. იყავ ნება შენი, მე ვაძლევ ჩემს მონიჭებულ თავისუფლებას, ჩემს ნებას უბრუნებულ ფას და ვეუბნები. უფალო, მე არ ვიცი ჩემთვის კარგი რა არის. შენ იცი უკეთესად, შენ ხვალეც იცი, ზეგაც იცი, 10 წელიც იცი, 100 წელიც. ამიტომ მოდი, მე არ მინდა ჩემი ნება. მე ის მინდა, რაც კარგია და რაც კარგია, შენ ცნებებით მომეც. ამიტომ მე ის კი არ მინდა დღეიდან, რა ჩემ ნებასურვილებზე ვიცხოვრო.
არამედ მე შენი ცნებები ცხოვრება მინდა სხვანაირად მე სამოთხეს ვერ დავიბრუნებ. აი, ნახეთ, თავნებობის წინააღმდეგ გალაშქრება ვეფხის ტყაოსნობა. ამირანის კლდეზე მიჯაჭვაც ნიშნავს ქართველი კაცი თავის თავნებობას რომ ესე იგი მიაჯაჭვავს კლდეზე ამირანი. ესე იგი მე უნდა ვიცოდე რომ ჩემი საშიშროება რო ერის მოღალატე არ გავხდე, მეფის მოღალატე არ გავხდე, პატრიარქის მოღალატე არ გავხდე, თავნებობა, აი ეს არ უნდა დამემართოს. ამიტომ მე ჩემ თავნებობას ამირანის სახით ვაკრავ კლდეზე. ანუ ჩემს თავნებობას ვაკრავ და მის საწინააღმდეგოდ რას ვაკეთებ? უფლის ცნებების დამცავი ხდები და არა ჩემი თავნებობის ესე იგი გამტანი. ამას ერთი დეტალი ცხადყოფს. ევროპელნი მკვლევარნი თავს იკროვენ ახსნისათვის იმისა, თუ რატომ უკორტნის არწივი მაინცა და მაინც ღვიძლს. ქართველთა გენია მათი ენისა ამასაც ხსნის. ყოველ ორგანოს ადამიანისა ეს იტყვება რომელიმე ფსიქიური მოვლენა, მაგალითად ნაღველს ნაღვლიანობა. ღვიძლი ორგანოა სიფხიზლესი. თუ ღვიძლი დაგიზიანდა, ცნობილია ეს, უძილობა გემართება. ეს ერთი. ხო, ეხლა მეორე. ყოველი თავნება მენ გამპიროვნება, მას მარტო თავისი თავი ახსოვს. იგი ყოველთვის მზადაა როგორც თავდასხმისათვის, ასევე თავდაცვისათვის. ამრიგად იგი ფხიზელია მუდამ. არწივი მზის ფრინველი გამუდმებით უკორტნის მიჯაჭვს ღვიძლს. ღვიძლდაზიანებული უძილო ხდება და იტანჯება. ეხლა გავიხსენოთ ღვიძლი. ეს გენიალური ტყუპი ქართული ენისა მოჭრით ხსნის საიდუმლოს. ხედავთ, რაც შეგნებული არ ჰქონიათ მითიურ ქართველს, ვიმეორებ ორიოდე მაგალითის გამოკლებით, იგი მითიურად ყოფილა ცნეული კარდუს გენიის მიერ. ანუ კარდუს ზოგადი მოდგმა, ამიტომაც წიგნს კარდუ ქვია, რობაქიძე, სადაც ერთიან ქართულ გენს, ქართულ მოდგმას, ქართულ თესვზე ლაპარაკობს, ყველაფერს კარდუს უწოდებს. ეს არის ჩვენი მოდგმის თავი და ბოლო. მითიური საქართველოს სუნთქვა არის კარდუ. აი აქაც იძახის კარდუს აქ ეს, ანუ მითში აქვს ჩადებული. ამრიგად, ქართველის საფრთხე პრომეთეული თავნებობაა. ხაზს უსვამ ხელმეორედ საფრთხე და არა თვისება. ანუ ეს ჩვენი თვისება კი არ არის თავნებები ვიყოთ. ეს ჩვენი საფრთხეა. ანუ საშიშროება იმისა, რომ ეს არ დაგვემართეს. თორე ჩვენი თვისება კი არ არის. ნეტა ქართველი რო ერთგულიც არის და მოსიყვარულეც და ბოლომდე თავგანწირულით, მასეთი ვინგებულებათ დედამიწის ძველზე. როცა იგი ვერ პოულობს, ესე იგი ქართველი ხდება თავნება, როცა იგი ვერ პოულობს სხვაში გამოხმაურებას, ასხივოსნებას. იგი ხდება ურჩი და უდრეკი. მას ვერც მოხრი და ვერც გასტეხი. ხოლო საკმარისია შეასახელო, იგი რომ ეს ურჩი და უდრეკი მყისვე მოდრკეს და იქცეს თვინიერ. აი, ეტყვი მას მზიური გულგაშილობით. შენს მეც ამას ვერავინ ვერ გააკეთებს. აი, მაგალითად, ეხლა რაღაცაზე გივი მასწავლებელს რაღაცა არ მოუვიდა ჭყვაში, რაღაცა ჩემიდან ეწყინა რაღაცა რა, ჩემდა, ანუ თავნება. ნახე, ესე იგი მე რაღაცა ვერ ვთქვი, ანუ გივი მასწავლებელმა თავისი მენ ჩემში ვერ გადმოშალა ბოლომდე, ანუ თავისი ბუნება ვერ გაალაღა, ვერ გაასისკროვნა ჩემში, ვერ ასახა და ცოტა რაღაცაც ეწყინა ჩემი სიტყვის რაღაცა რო ვერ ვთქვი. ეხლა ნახე, მე როგორ უნდა უშველო ამ პრობლემას, მე ვიგრძენი გივიში და ურეკავ და ვეურებ. მასწავლებელო, თქვენი იმედი მაქვს ეხლა. რა იმედიო? აი ეხლა ესა და ეს თქვენ უნდა შეკრიბოთ ის ლაშქარი, უხელმძღვანელო, თქვენ უნდა ჩაუდგეთ სათავეში და უნდა ბოლოს დავძინო. ამას თქვენზე უკეთესად
ვერავინ გააკეთებს. მორჩა, გივი მასწავლებელი ჩემია უკვე. აი მეფე რო ეტყოდა, ამილახვას. აბა შენი იმედი მაქვს ეხლა. შენ ჩაუდექი ამას, და იქ დაიგერიე მტერი და შენზე ერთგული მე არავინ არა. გააძროვდა ხმას ეგრევე. მაგრამ უყურე მე თუ შენი შვნას ვაძლევ ვიღაცას, ხო? შენ რანაირად მოიკეცი, შენ ხო არ გინდა რომ დაგსაჯო და რაღაც. ის უკვე მტერი ხდება ჩემი. აი ეს არის საიდუმლო. აი მაგალითად ესე იგი ეთყვი მას ხო შენს მეტი ავას აბა ვინ შეასრულებს და იგი წაქეზებით ახალისებული თავს გაწირავს, ოღონდ კი შეასრულოს დაკისრებული. აქ იმალება შესახელება. სადაა სახელი თუ შესრულებული ბრძანების შედეგია. ბრძანები საქართველოში ვერაფერს მიაღწევ. ხოლო შესახელებით ყველაფერს. ნახეთ, იმეორებ. თუ უფროსობა გინდა ბრძანებით და შენ ამას გააკეთებ, გაიგე? შენ ამას წახვალ იქა და იმას იდა. ის ეგრევე შენ მოწინააღმდეგეთ დაიწყებს ბრძოლას. მაგრამ შესახელება რა ალიმასწავლებელო, თქვენზე უკეთესად ამას ვერავინ გააკეთებს, ნახე? ანუ ეს შენ აძლევ შანსს, რომ ესე იგი მენ შენში გადაიზარდოს ერთად. გავახარე, გაიხარე. აი კიდევ მეორე ეს არის. ეხლა დასკვნა. რასაკვირველია, შიგადაკში დასჭირდება მას ბრძანებას მიმართოს. მაშინ მან ხელი მწიფე უნდა გამოიჩინოს, რაიც ეგზო ახასიათებდა დავით აღმაშენებელს. ესე იგი, რა თქმა უნდა, ბრძანებაც საჭიროა მეფისთვის ეს. ქართულ ვარიანტს პრომეთესი უპირისპირდება ქართული ნადინი, ქართული სუფრა, ჩვენი ასე თქვათ პურმანი. ახლა უყურეთ როგორია. თუ პირველი მაჩვენებელია ქართული საფრხესი, ანუ მმართველობა, საშიშროება, მეორე გვევლინება როგორც და ამ საფრხის აცდენისა. აი ეს საფრხე რო არ მოხდეს, ნადინი ამისთვის აგვაქვს მოგონილი. რო არ მოხდეს გათიშვა, განცალკევება, დაშლა, დაპირისპირება, ამიტომაც ჩვენ მოვიფიქრეთ ნადინი. ეხლა რა არის ეს? როგორი წესი გვაქვს, რომელსაც ბადალს ვერსად მოუნახავთ. ყოველი molხინე რომელიმე მხრით პირველია. ერთი როგორც მაგარი მომღერალი, მეორე როგორც მაგარი მროკავი, ნინო მოცეკვავე რა, მესამე როგორც მორკინალი, ანუ ესე იგი მებრძოლი, მეოთხე როგორც მჭერმეტყველი, აი ლამაზი სიტყვა, კაზმული, მეხუთე როგორც მოშაირე, ლექსიიცის მაგარი, მეექვსე როგორც მასწავლებელი, მეშვიდე როგორც უზადოდ ნაკვთიერი და ლამაზი. ხო? და ასე ბოლომდე სუფრის ირგვლივ. ყავს რომელიმე მათგანს აქ მოქიშპე, მაშინ მისი პირველობა იმ ნიშნით გამოხავთ, რომლითაც იგი მოქიშპესაგან გამოირჩევა. თუ ვინმე არც მომღერალი, არც მროკავი, არც მორკინალი, არც მჭერმეტყველი, არც მოშაირი, არც მასწავლებელი, არც უზადოდ ნაკვთიერი და ლამაზი. როგორ გამოვყოთ? მე სიტყვე რაღაცას მაინც გამოუნახავს მასში, თავმოსაწონს, რაც მისებურ სხვას არ ახასიათებს. ანუ რაღაცაში პირველი უნდა გამოყო რა, უთხრა პირველი. მაგალითად, ან ერთგულებას იტყვი, რა მისთანა ერთგული, აი ერთო მასწავლებელზე ერთგული ადამიანი მე არავინ მინახავს, ნახე? უცბად სიტყვაში რა ჩავაქსოვე. მერე სიმამაცე, გაბედულობა, ან კიდევ სხვა რამე. ქართული ნადინი ამგვარად ქეიფი კი არ არის უბრალო, ანუ დროს ტარება. სხვები დრო უნდა სვავენ და იმას კი არ აღვიძებიან, რას ამბობენ. ჩვენთვის თავარი სიტყვა. ქალები სულ არ სვავენ, მაგრამ ჩვენზე კარგად ქეიფობენ. იმიტომ რომ აი ეს პროცესი ხდება. ეგ გაახარე, გაიხარე. იგი კულტია ნამდვილი, ანუ კულტი როგორც აკადემია, ასე ვთქვათ, როგორც რაღაცა კულტურა. და ამ სიტყვა კაზმული შესახელებით სიყვარულით ივსება მონადიმეთა გულები და იცდენს ქართველი თავის საფრხეს, განკერძოებას,
განაპირებას, გათიშვას, განდგომას. საკვირველი არა, თუ რატომ აფასებენ ქართველნი ასე დიდად ნადინის ხელმძღვანელს თამადას. ანუ ნადიმი მაშინ მიდის კარგად, როცა კაი თამადაა თორე. აბა თამადა რომ არეულად მიყავს, არც არავინ არ ჩერდება სუფრაზე, არც ქალი უსმენს, არც კაცი უსმენს, ყველა თავისთვის იწყებს ქეიფს. ჰარმონიის გამყვანელი იგია და როგორც ასეთი ნამდვილი ხელოვანი. მან უნდა ისე ააწყოს ყველაფერი. ხელოვანი ყოფის მოგვარებისა, გამჭრიახი გონება უნდა გქონდეს, ანუ აზროვნებდეს რა, ეხლა აბა ვის რა დააკდა, ვის გუშჭირდება ეხლა უთხრა შენს მეტი, შენ გენაცვალე, შენაია ვახტანგული ვისთან დალიოს, ვის დაეწყო ეხლა პრობლემა, რომ მოუთაფლოს გული, ჩაეხუტოს გულში, უთხრას რომ შენნაირი არავინ არ არის, შენზე მაგარი ქართველი მე არ შემხვედრია. ხო, ხელოვანი ყოფის მოგვარებისა, გამჭრიახი გონება, მოზომვა, ესე იგი, ცოდნა ფსიქოლოგიური ნიუანსებისა ხასიათთა. აი ესეც კი უნდა, ანუ ფსიქოლოგიური ცოდნაც უნდაო რა თამადასო. მოზომვა, სიდინჯე, შემარიგებელი ტონი შეხლა შემოხლისას, აი დაიძაბა რაღაცა, როგორ შეარბილოს, შეარიგოს, ტაქტი, როგორ უთხრას, ეს უწინარეს ხოვლისა, აი დამახასიათებელი თვისებანი ნამდვილი თამადისა. ეს სუფრაზე. ახლა სახალხო ასპარეზზე აქაც მართველი იგივე თამადაა, მეფე. ამ შემთხვევაში დავით აღმაშენებელი საქართველოს მეფეა, ანუ ჩათვალეთ, რომ დიდი ნადიმია გაშლილი და იმის თამადაა რა, დავით აღმაშენებელი. ხო. ხოლო იმ გაგებით, რომ მას მცირე ჯგუფთან მომხენელთა კი არა აქვს საქმე, არამედ მთელ ერთთან, აი მთელი ერი რო სუფრაზე უწის რა, რომლის ბედი მისი კიდე სიგანით მან უნდა წარმართოს. ადვილი წარმოსადგენია, თუ რამდენი სიძნელის გადალახვამ მოუხდება მას, როგორც მეფეს. ძლევს ქართველი თავის არში პრომეთესეულ საფრხეს, იგი ამით მართებულად განფენს თავის თამოსაწო ნიჭს. ბუნებისაგან ბოძებულს, მეორე მხრით, იგი ამით გაუადვილებს მართლ საქმეს ერის ბედის წარმართვაში. საფრხე იგი ცხადია თავისთავად კიდევ უფრო მძაფრად უნდა ჰქონდეს ძლეული თვითონ ხელისუფალს, რათა მისი ხელი მმართველი მწიფედ იქცესო, ანუ ხელმწიფეო. ეხლა რას ნიშნავს ეს შემო ვიფასებო უფრო კონკრეტულად რო აგიხსნა. ვთქვათ, აი დაიწყო, გაჩაღდა ქართული ნადიმი, 20 კაცი ნადიმობს, ან 50 კაცი უფრო კარგად. ეხლა სიტყვაზე არის ხოლმე აი რაღაცა პოლიტიკური შეხვედრა და ვიღაცა პოლიტიკურმა ფრთამ უნდა სხვა პოლიტიკურ ფრთას უთხრას, რომ მოდი რა, ნუ გვიშლი ხელს და ამ შემთხვევაში ქვეყანას დახმარება ჭირდება და შევიკრათ, ერთად ვიყოთ. აი ეს არის მოსაგვარებელი, მეფეს აქვს თქვათ თავადებთან, ორ თავადთან დასალაგებელი. ყველაფერი რას ამბობენ ხოლმე გამოთქმა როა. ყველაზე მთავარი საკითხები საქართველოში ნადიმზე გვარდებაო. მართლა ესე იყო, იშლებოდა სუფრა და იქ ცნობილი განთქმული თამადას მეფე მისცემდა დავალებას. აი ხალხი უნდა შემოგვიდგო რაღაცნაირად. თორე ქვეყანას ეგენი რომ განგვიდგენ არაფერი არ გამოვა. და აი უყურე, ან თქვათ რაღაცა უთანხმოებაა ორ ოჯახს შორის. ან უთანხმოებაა ქალის და მამაკაცის მხრიდან ოჯახებში რაღაცა დაძაბულობაა, ხო? იშლება ნადიმზე უნდა მოგვარდეს, თმათა შორის სიყვარული, ბიძაშვილი მამიდაშვილური, მეზობლური, თანამშრომლური. ოღონდ ეხლა უყურეთ, როგორ ესე იგი ქართულ თამადას რა ევალება. აი როგორც თქვით, ეხლა ნახეთ, თამადამ უნდა შეძლოს, აი სუფრაზე მყოფი ადამიანებს ისე წარმართოს სიტუაცია, რომ ყველა გამოჩნდეს რაღაცით პირველი.
აი მაგალითად ყველაზე კარგად ცეკვავს ჩვენი ნინო და მე აბა 1-2 სადღირდებას მე ვთქვი რომ მინდა რომ ნინოს გაუმარჯოს რა მისთანა მოცეკვავე მე არ ვიცი ეს კი არ ცეკვავს ეს არის ცეცხლი ეს არის სიხარული ეს არის გახარება გაბედნიერება და ლოცავთ და ვლიცავთ ცაში ავიყვანეთ ნინოს და რაც კი შხამიანი ისრები ქონდა ჩვენზე ცუდი სიტყვები ქონდა გაგებული ან იქ მიაწოდეს ცილის წამებები ჩვენზე ყველაფერი მოუჩა და მოითაფლა ნინო და თქვენ გენაცვალეთ მოკვდება თქვენი გული წამოვა იცეკვებს ანუ გული ამოიღო უკვე და მზესავით ჩაგვეხუტა მოშა მოგვარდა მაგასთან ეხლა უნდა მივხედოთ სიტყვაზე გივი მასწავლებელს და გივიზე ვთქვით რომ აი ყველაზე მაგარი მორკინალი მე ასეთი მებრძოლი არ მინახავ დიდგორელი აი დიდგორის ომში აი ოხვალი და ტახოცა ესა და ისტორიები მოვიყვანე და დავიმხეთელი სამყარო და შენ გენაცვალ ფეხზე დადგნენ ეს რა ყოფილხარ შენ არ ვიცოდი და შენ გენაცვალ ვახტანგურ შენთანა ვარ გივი აი ჩავეხუტე და გივი მასწავლებელსაც ჩხამიანი ისრები რომელმაც ბოროტმა ხანიკიდან ესროლა ხანაკედა რომ ჩვენ შორის დაძაბულობა ყოფილიყო გაუმთავისუფლდა გული და ჩაგვეხუტგენ გენაცვალ ოღონდ გავხედე იქიდან ვიღაცა ხო ესე იგი რომერ წარმოვაჩინე ვიღაცა იმიტომ რომ იმან არ იცის არც ლექსი არც სიმღერა არც ცეკვა რა უკვე ხო და იქ უკვე იბღირება აღარ ისმენს აღარ სვავს აღარ გვისმენს უკვე იქ ცალკე დაიწყო ჩაასხა იქ მეორე მოდი რა დავლიოთ რა სადუყურო მე მაგას დაეწყო ანუ ესე იგი ნახე გული დაეკუმშა და უკვე პროცესი ეწყება წინააღმდეგ განწყობილია და იქ უნდა რომ სხვებიც მოიმხროს ჩემი მოწინააღმდეგეები რომ მე განხეთქილება მომიწყოს და საწინააღმდეგო ფრთა გამიჩინოს მაგარი თამა და ადგება და იტყვის აი სიტყვაზე ვინმე დავითი აუ მე მინდა და ვინაიდან ვერ ვღერის ვერ ცეკვავს რაღაცა უნდა მოვიფიქროს და მოუფიქრა მე ასეთი ოჯახის უფროსი არ შემხედრია ძმა უნდა რაღაცა ცხოვრებაში მოუძებნა სადღაც რომ აი რაღაცა მეუღლეს მიმართა თმილად და მე ასეთი ურთიერთობა ცოლთან ესეთი დახვეწილი ესეთი ვაშკაცი ესეთი უმაღლესი ქართველი და ესე იგი გავაგიჟე ყველა და ყველა ფეხზე ოდღე შევიყოფილ და შხამიანი ისრები მოშორდა და ვახტანგული და მთელი სიყვარული წავიდა და ასე უნდა წარმართოს წარმოიდგინეთ მთელი ნადიმი უნდა აკონტროლოს ყველას უნდა დააკვირდეს ყველას თვალებში უნდა შეიხედოს აბა ვინმეს ხო არ დაეწყო რამე ბრძოლა შხამიანი ისრები ბოროტებმა ხო არავის დაუშინეს გულში ასე ხდება რა თქმა უნდა მასწავლებლისთვის კლასში უნდა სულ ასე ადევნოს აბა ბოროტმა ვის შხამიანი ისრები ვის ესროლა რომ ჩაიხუტოს გამოყოს მოეფეროს ასე დააწინაუროს გამოყოს და რა თქმა უნდა ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ჩვენ 20 კაცზე ვთქვით და ქორწილი 200 კაციანია 300 კაციანია რა ძნელია იქ ამხელა საზოგადოების მართვათან შენთვის ნახევარზე მეტი უცნობი ხალხია და იმეებში უნდა შენ ისე იარო აქეთ იქით და ისე ეხუტო და აცალო შხამიანი ისრები და გაუსო სიყვარულით რომ ბოლომდე შეინარჩუნო ასეთი ერთობა და წარმოიდგინეთ მეფე რომელიც ამდენი ქართველი ყავს ამდენი თავგამოჩენის ჟინით აპყრობილი ამდენი თავმომწონე ქართველი რომელსაც უნდა რომ რაღაცაში ყველაფერში პირველი იყოს იროდიონ ელდოშვილს დაუწერია ასეთი ფრაზა საქართველოში ყველა მეფეაო ანუ მეფის პოტენცია ყველას რა აი თითქოს ყველას პირველობა უნდა და შეუძლია კიდეც რა რაღაცა ესეთი ნიჭი გვაქვს ეს დალოცვილი ღვთისგან და აი დავით აღმაშენებელმა ეს იცოდა სადაც იყო საჭირო სიმკაცრეთ არღოდა სადაც ნადიმებს სიხდიდა სადაც ეფერებოდა საბაც ეთყოდა აბა შენი იმედი მაქვს თამარი იყო ასეთი უნიკალური გიორგი ბრწყინვალე იყო არაჩვეულებრივი და ასე შემდეგ ჩემო გვიფასება მოკლედ აი ეს არის საიდუმლო ქართული დენისა და ჩვენ როგორც პედაგოგები ახლა ჩვენ ხო პედაგოგების შეკრება გვაქვს აი ვინც ამას გაითვალისწინებს ბავშვებთან ურთიერთობაში ძალიან დიდ შედეგს მიიღებს. პრომეთეს ქართული ვარიანტია ამირანი, რომელიც მიჯაჭულია კავკასიის სერტნაპრალზე. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მჭედლების სიმბოლურ ჯაჭვს ჭედენ
თუ ამირანმა აიწყვიტა ახალი ჯაჭვი მზად გვექნებაო ამბობენ. ეს ვარიანტი საოცარია და თანაც საცნაური. საოცარი, რადგან მითოსი აქ კულტურ ქმედებაში გადადის. ჩვენი ეპოქის ბოლო დრომდე მჭედლები საქართველოში მართლაც სჭედდნენ ასეთ ჯაჭვს. საცნაური, რადგან საკვირველი. პრომეთეს, რომელმაც ცეცხლი მოუპოვა კაცობრიობას, ქართველი ახალი ძალით უგრძელებს მიჯაჭვულობას. საკვირველება ადვილი ასახსნელია. პრომეთეს შინაგან არ მოუპოვებია ცეცხლი მსხვერპლის გზით. მან ის ძალმომრეობით მოიტაცა. პრომეთე თაუნება. ქართველი კაცის ცხოვრების თვისება კი მემსხვერპლეობა. ევროპელი მკვლევარნი თავს იმტვრევენ ახსნისათვის იმისა, თუ რატომ უკორტნის არწივი პრომეთეს მაინცა და მაინც ღვიძლს. ქართული ენის გენია ამასაც ხსნის. ყოველ ორგანოს ადამიანისა ეს სიტყვება რომელიმე ფსიქიური მოვლენა. მაგალითად, ნაღველს ნაღვლიანობა. ღვიძლი ორგანოა სიფხიზლესი. თუ ღვიძლი დაგიზიანდა, ცნობილია ეს, უძილობა გემართება. ღვიძლი, ღვიძლი. ეს გენიალური ტყუპი ქართული ენისა ერთი მოჭრით ხსნის საიდუმლოს. ეკლესიური სწავლებით მღვიძარება უდიდესი სათნოებაა. ეს არის ღმერთის არ დავიწყება. ესე იგი, ქართველმა კაცმა შინაგან იცის ღვთისმორჩილების ფასი და მისი საწინააღმდეგო თავნებობა ამირანის სახით მიაჯაჭვა კლდეზე. რითაც იჩენს სიფხიზლეს, რათა ღვთისმარადიული სული მიიტანოს ცათასასუფეველში. აქ ერთი მოქნევით ახსნილია წუთისოფლის მთავარი საზრისი. ქართველს სწორედ ისახარებს, რომ არის საერთოდ. ეს სიხარული ჩვენში ისეა გამჯდარი, რომ ჩვენ ხშირად ყვავილზე თუ საერთოდ მცენარეზე მაგიერ ამისა იზრდება, ხმარობთ, ხარობს. ორფეოსი საქართველოში ყოველდღე იბადება. გაახარე, გაიხარე. აი მთავარი ხტილი ქართული ბუნებისა. ეს მეტყველებს შეუწყე ხელი სხვის ზრდას, რათა ამით თვითონ იზრდებოდე. ჩვენ კიდე ვაგრძელებთ იმათ ტრადიციას, იმათ ვენაცვალე, იმათ ძალას ვენაცვალე, რომ ეს ეკლესია აგვიშენეს. მოდა მარიკოც ქონოდეს რა იქ მომწანებული გავიც და აი გიორგი დიდება გქვა. მუშაობის სისტემის საკითხი. გაიხარე ხალხო. თქვენ გახსოვთ, რომ ესეთი აფრიკის წესში ვნახეთ რა, აფრიკის წესი არის, როგორც ჭიან აფრიკაში ადამიანს. აი, რომელმაც ცუდად მოიქცა რა, სიტყვაზე მოიპარა რაღაც. ან უზნეობა ჩაიდინა რაღაცა, მოკლედ ცუდის აქციები. აი, როგორი წესი არის. მთელი ეს აფრიკის ტომი ასე წრე შემოარტყავს და ვინც უნდა დასაჯონ, აი თქვათ, ვინც მოიპარა, დააყენებენ შუაში. ტომის ბელადი იწყებს პირველი. გამოაცხადებს, იმას ხმის ამოღების უფლება არ აქვს. თქვენ იცით ახლა ჩვენ ამ ადამიანზე შევიკრიბე. ეხლა ჩვენ ყველამ უნდა გავიხსენოთ მისი კარგი თუ რამ გამახსენდა. ცუდის გახსენების უფლება არ აქვს. იწყებს ბელადი. მართალია იმან ყველას გული დამწყვიტა რაღაც ცუდის აქციელი ჩაიდინა, მაგრამ ვიხსენებ, აუ ბიჭო, მაგან ყანაში მომეხმარათ, ნო, თქვენ რომ
ყველანი სახლში იყავი და ეძინათ, მოვიდა ეს კაცი ზედგად დამყვა იშრომა, პლუს დაინახა რომ გაჭირვებაში ვიყავი და ერთი სიტყვაზე ერთი ტომარა კარტოფილი მოიტანა ჩემს სახლში და ისე დაწევა რომ არავინ და მე ჩუმად დავინახე ისე და არსად არ მithქვა. ყველას გაუგო. ეხლა ვისაც ვჯით, იმან უბრალოდ უნდა მოусმინო. მერე მეორეს ჭერია. იწყებს რაღაცა კარგის გახსენება. მესამე, მეოთხე და ის უსმენს, რა ხმას ვერ იღებს. იმდენ კარგს გაიგებს თავის თავზე, ზოგი თვითონაც აღარ ახსოვს და ბავშვებმა თან ისეთი რაღაცების გახსენება იციან, ის არის საოცარი. და როგორ ხსნიან, იცით ლალი მასწავლებელი? მათ ასე ესმითო, რომ მან ცუდი იმიტომ ჩაიდინა, რომ მის გულს სითბო და სიყვარული მოაკლდაო და უსებთ ამ დანაკლისს. ეოფერებით და კარგს ვეუბნებით, გული ივსება, ისევ და თურმე რო გაივსება, რა ხდება იცი? ცრემლები გადმოსდის. ცრემლები უკვე არის ნიშანი მისი გულის შესრულდა სიყვარული. ბოლო სიტყვა მასია. ოღონდ ცრემლები რო გადმოსდის, მე აჩერდება მთელი ტომი და ალბათ შემოდ ვიფასებო მე ისეთი ცუდის აქციელი ჩავიდინე, მეგონა ეხლა თქვენ ყველა გამამართრახებით და გამასწორებით, მაგრამ ეს რა მოვისმინე, მაპატიებთ, ხო, თქვენ მივყოფილ მიყვარხართ, ცხოვრებაში ამ სიკეთეთ და თან მომდის ცრემლები და მერე ბოლოს მიდიან და ეხუტები. ესე იგი, ჩვენი პრაქტიკიდან არაერთხელ ჩაგვიტარებია ძალიან ცელქი ბავშვების ასეთი ფორმით დასჯა და მინდა გითხრათ, რომ ყველა დროის ყველაზე ცელქი ბავშვი გელა მყავდა. აი, ყველა დროის ყველაზე ცელქი. მე ასეთი ანალოგიური ოდნავათაც არაფერი არ მახსოვს. ვერ იჭერს ვერც ერთი მასწავლებელი, მეხუთე კლასში იყო ეს გელა. ხო და ერთი ოჯალ მართლა ძალიან გამომიყვანა. გოგოებს მიტირებდა კლასში კაცო, ეგეთი არაფერი მინახავს რა. დასვენებაზეც კი ასწრებდა, ყველას აი ახერხებდა, მაინც აპირებდა, გოგო ბიჭი არ აინტერესებდა და მოკლედ გამოვიყვანე ეს გელა რა, დასასჯელად დავაყენე წინა. აბა მეთქი ვინ გაიხსენებსო, თავიდან ბავშვებმა მითხრე, რა სამო მასწავლებელო, მაგის კაცს ვინ გაიხსენებსო, ყოველდღე გვატირებსო. ცუდი რამდენიც გინდა გავიხსენებთო, მაგრამ კარგიო ერთის გახსენებაც, უთხარი აბა იფიქრე და მოკლედ წავიდა მაგარი ფიქრი. როგორც იქნა, ერთ გოგოები ძალიან ყოჩაღები არიან, აწია ხელი. ბიჭო, ისეთი რაღაცა გაუხსენა მეორე კლასში დიდი მასწავლებელი. ბიჭებმა დამცინესო და ტალახში ჩამიგდეს ჩანთაო რა. ეს გელა ხო ცელკი გარბის იქ ვიღაცა გოგოები უტირებიან და დაუნახა რომ ეს სამი ბიჭი ამ პატარა გოგოს ატყვალებენ, მივარდნია მარტო ბიჭო. ოღონდ გელას ტალახში ჩააგდესო და ურთხესო რა. მაგრამ არ იტირაო და ბოლოს ხო მარტო და ნუ გესინიაო მითხრა, მე რაო, მე რო გავიზდებიო და ყველას ავცემ. ეს ორი ტალახიანი ჩანთა აიკიდაო და სახში მიმართილაო და გზაზე რაღაცებს ვიყვებოდაო და გელას რა დაემართა, იცი, მართლა აღარ ახსოვდა. და კლასი გაინაგა უცბად. რომ გელას იკეთე, პირველად მე რო ვიღაცა მაწია, იმანაც გაიხსენა რაღაცა ესეთი, გაიხსენა მესამე, მეოთხე და მერე მეც გავიხსენე და არ წამოუვიდა ცრემლები. ბიჭო, რა მიქენითო დაიწყო ტირილი და გავარდა. ცრემლი რო არავის არ ენახა, გავარდა კლასიდან, გაიქცა რა სახში. ეს იყო საოცრება და ერთი 3-4 წლის მერე მე შემდეგი წელი აღარ მისწავლებია და არ ვიცი, მეორე სკოლაში იყო რუსთავის და სამრევლო სკოლაში ვარ თქვი მასწავლებელო და მოვიდა ერთი ლამაზი მაღალი ბიჭი წლების მერე. მოვიდა და მიცინის, როგორ ბრძანდებით ლექსომასონს რაო ესეთი კაი. ვერ გიცანი მეთქი და რომ გელა ვარო, რა ვიცი შვილო გელა მეთქი იმდენია ეხლა, რა ვიცი. ცუდი გელაო, რა ცუდი გელა მეთქი და მეორე სკოლაშიო, ცუდი გელაო, ცელქი გელა რომ ატირეთო. ვაიმე შენ გენაცვალე მეთქი ჩავიყუტე, ეგ რა გაიხსენე ბიჭო მეთქი და ეგო ცხოვრებაში არ დამოისწება, რა მიქენითო, როგორ მატირეთო, აი ესე კარგად მოკ. ეხლა აფრიკული წესი, რა თქმა უნდა, ცოტა უხერხული არის. დაგაყენებენ და ავა შუაში და
და აჯილი და აბამიდი და ისმინე, ხო? და უყურე, ჩვენ ამ აფრიკულ წელს კულტურულად, დახვეწილად სულხაზე ვახორციელებთ, მაო. ანუ მიგვაჩნია, რომ რატო ვილოცები, რომ ამას მოაკლდა გულში სიყვარული და უნდა შევსება. ამიტომაც ჩვენ ვიტყვით ხოლმე, დაგვიძველდა პურმარილი. სინამდვილეში რა დაგვიძველდა? შხამიანი ისრები დაგვიგროვდა გულში. რომ შევიკრიბოთ, რომ ამოვაცალოთ ეს შხამიანი ისრები, ვახტანგული დავლიოთ, ჩავეხუტოთ, გავავსოთ, გადავიტანოთ ეს ერთობა კიდევ რამდენიმე ხანი. მე ბოროტი კიდე გვესმის. რას გაგვახარებს ახლა? სამშობლოწოდნეობის ერთობასაც ბოროტი არ გაუწყებს ბრძოლას, რაში სჭირდება ამ ხელა ერთობა. ხო? ხო და ჩვენ რამდენი შევიკრიბებით, იმდენი აუვსებთ გულს სიყვარულით, იმდენი ჩავეხუტებით, აი შევასახელებთ, როგორც თქვით, პრომეთეული. ჩვენი საფრთხე რა არის? რომ თავარია თავნებობა არ გამოვიჩინოთ და მე ეს განხეთქილებაში არ გადაგვეზარდოს. აი ესე უნდა იბრძოლოთ, ეს არის ხასიათი, საიდუმლო ქართული ხასიათისა და თუ ჩვენ ამას გამოვიყენებთ და ამ ხელოვნებას დავეუფლებით, სერიოზულ წარმატებებს და ერთობას შევინარჩუნებთ მთელი ცხოვრება და მთელი ჩვენი არსებობის და შრომა. ესე იგი, გაკვეთილების ჩატარების პროცესში და მე მინდა რომ ბოლოს ისურვოთ, რომ აი ეს ქართული მადლი, რომელიც ჰქონდა დავით აღმაშენებლის გარდა თამარი ვახსენეთ და ჩვენთვის ყველაზე ნათელი ეს საიდუმლო ჩვენთვის ყველაზე კარგად ჩვენმა ილია მართალმა, ჩვენმა ილია მეორემ, უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ალბათ თქვენს ხვდებით, რომ როგორც თავის დროზე დავით აღმაშენებელმა განახორციელა მეფობის სტატუსით, მე ვიტყვი ხოლმე, რომ ილია მართალმა ასეთივე მეფობა გაუწია ოღონდ მღვდლობის სტატუსით, ანუ პატრიარქობის რანგში იგივე განახორციელა. ამიტომ მე მეფე პატრიარქს იმიტომ ვეძახი ხოლმე. დავით აღმაშენებელს ეძახიან მღვდელ მეფეს, იმიტომ რომ ის თავისი სულიერებით ნაკლები არ იყო ერისმმართველობის, ესე იგი მეფობასთან ერთად მას ეს სულიერი უდიდესი ღვაწლი ჰქონდა. ამიტომ მღვდელ მეფეს სტატუსი რობაქიძის საიდუმლოა ეგ და ჩვენმა პატრიარქმა კი ჩაიბარა სასულიერო მესაჭის ფუნქცია და ვინაიდან მეფე არ ყოლია საქართველოს, ესეც შეითავსა და მთელი 50 წლის განმავლობაში ჩვენთვის ეროვნული ლიდერიც იყო და სულიერი ლიდერიც. მოვა დრო და ამას მთელი საქართველო ეს ცნობილიც არის და ერთ-ერთ სინოდის განჩინებაზე მას მამაღლა ასე უწოდეს თქვენ ხართ საქართველოს მეფე პატრიარქი. ეგრე რომ ეს მარტო ჩემი პოეტური გამონათქვამი არ არის, ეს სიტყვები სინოდმა განაცხადა პატრიარქის ერთ-ერთ საიუბილეო შეხვედრაზე. ეგრე რომ ჩემო დიფასებო გისურვებთ, რომ ეს საიდუმლო გაიხარეს ჩვენში, ესე იგი პრაქტიკაში გამოვიყენოთ. და ჩვენ ბავშვებთან ურთიერთობაში, რომ აი ეს ერთობა შევკრათ, რომელიც არის ჩვენი ერისთვის გადამწყვეტი აღმავლობის გზაზე. იყიდება საქართველო, იყიდება ერთიანად, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე და ოსეთიდან სპარსეთამდე. იყიდება ნაწილ-ნაწილ, კახეთი და იმერეთი, ქართლი, სვანეთი და სამეგრელო, გურია და ლეჩხუმი, რაჭა და ჯავახეთი. ყიდის ყველა, თავადი, ვაჭარი, ავაზაკი, დიდი და პატარა, ჭკვიანი და სულელი, ლოთი და პირაკრული. იყიდება პატარ-პატარა ნაჭრებად, ვისაც რამდენი სურს და როგორც უნდა. ნისიად, უფასოდ, ნაღდად, დროებით და სამუდამოდ, ბანკის საშუალებით და ჩვენის დახმარებით. იყიდეთ ბარემთლად, გაწეწეთ და გაგლიჯეთ, რასაც საქართველო ერქვა და რაც დღეს ოხრად დარჩენილი აწყებს ყორნებს და გულს უკლავს უძლურ ჭირის უფალს. და მოგწერო წერი
ზუგდიდში ხო მეგრელები არიან მეგრელი არის კი ლიბარტია მისლობა კახელი ვარ თუ საცხერელი ვარ თუ თეატრელი ვარ თუ კასპლელი ვარ და ბატუმილელი ვარ რა ვიცი ქართველი ვიქნები კი მე მგონი რა ინდო საქართველო ის იქნება რა ინდო ჯორჯია არ მომწონს და გალბარა საერთოდ არ უნდა ცხოვრობდნენ აქ უნდა ცხოვრობდნენ ქართველი ერი უნდა ცხოვრობდეს ხან ხარა გვაქვს ჩვენ გავაკეთოთ ვერ ამუშავთ არა უმუშავარ ხალხი ვართ საიდან ვიშოვოთ ჩვენ ეს თან იგი ხალხია მივაგი ბანკომატში შეაგდებს პატარა იმაი გამოიტანს ფულ დოლარია თუ ლარია თუ რაღაცა მე ვერც იმას შევაგდე და ვერც იმას შევაგდე დგე ვარ უმუშავარი აქ უნდა ცხოვრობდეს მარტო ქართველი ერი აი აქ მასიურად იყიდება გლეხი მასიურად გაჭირვებული არის ქართველი გლეხი ვისაც მიწა დაურიგეს და ის არის გაჭირვებულია ძალიან და იძულებულია გაყიდოს ქართველო ჩამოა უცხოეთში რო არის ქართველი და ჩამოა თქვა თუ გინდა ფულით ჩამოიტანოს იმ ქართველ აღარ ექნება ის მიწა ვინ დაკარგა თეთრი გული მე ვიპოვე დღეს ქუჩაში იმ გულს ზედაქვს ავიწყლული ფეთქავს კვდება ბნელტანჯვაში ვინ დაკარგა ხმა მომეცით გულის ფიცარს ვინ მოსწყვიტა ტვერში ქვებზე ვინ დააგდო დაიარით ვინ დახვიტა მე რად მინდა თეთრი გული მე ჩემი მოქვს სისხლის ფერი ჯავრს გოდებას კიდე უძლებს ეს წყეული ეს ბებერი ვინ დაკარგა ქალო შენა თვალცეცხლა და პირნათელო ვის გახურებ იმ შორგზაზე შენ რა გქვია საქართველო ეს სოცელი იყო მე ჩემი ჩამოთვლით 120 კომლი რას ფიჭვნარია ხო დახნული იყო ყველაფერი და სიმინდი ტრაქტორი იმოდიოდა ტრაქტორით ხნამდე ზეით კარგია ახლა ტყე გახდა ვეღარც გაივლით 2 და 3 ჰექტარს ვამუშავებდი როცა ოჯახი სამსე იყო ეს სოფლები ეს ლიქოკი ეს არხოტი ცარიელა ეს პარტახი საიგავო მეშინია ეს სამოთხე ეს წალკოტი სხვა არავინ მოვიდეს და დაიკავოს შქმერს სათიბზე არ დაობენ მეზობლები ძაღლი არყებს ბარისახოს ვაი თუ ვინმეს მოეწონოს ეს სოფლები ვაი თუ ვინმე მოვიდეს და დაესახლოს სულ დალპა და დაინგრა ყველაფერი გულზე მოქმედოს მართ როგორ არა გულზე რა აი კაცი ამდენი ხანი იშრომა და ახლა უპატრონტელდება ყველაფერი 79 წელს როდემდე ვისხო რაღაც 2 წელს სიცოცხლე მაქვს და მე სოფელი დაიხურება სულ აღარავინ აღარ იქნება რის მცველი და რა მცველი წვიმს არც თოფის დამცლელი არც ყასიდად დამშლელი არ ჩანს რაჭას რაჭველი სევდანაღველს აბოდებს ტყე გალუმპულ მწუხრიდან თხელი კვამლი ამოდის ორიოდე ბუხრიდან შორს ნისლებით ქორავენ ღლაბუცობენ გორავენ ნასახლარებს ტორავენ თან თელ რაჭას ჭორავენ მაგრამ მარტო რაჭა ფშავ სურეთ სხვაცა არაფერი შეგეშალოს რაჭის დღეში სხვაცა მეცრემლები მომდიოდა თელი რაჭის სახელი 360 მოსწავლე ვიყავით მე რომ მე-6 კლასში ვიყავი დღეს 4 ადამიანია ჩვენ სამ სოფელში ხდება გული 23 წელიწადი სულ მარტოდ ვარ
რაჭაში. აი ძალიან გული მწყდება, რომ ასე იყიდება საქართველო, ასე იყიდება რაჭა კი არა, მთელი საქართველო და ჩება ამდენი შვილები სხვისანაბარად. ბატებიც არც ატყიყინებდნენ სოფელში დღესდღეობით. ცაცხვები მაინც ღიღინებდნენ ფუტკრების მეშვეობით. რა აბიბინებდა ღმერთო ჩემო ცაცხვსა და ურთხმელს. რა აღიღინებდა ღმერთო ჩემო უგუნურ ფუტკრებს. ზღვარეთის თემში დარი იყო. უცხორა მსანახავი. სოფელი მთებში მკვდარი იყო. არ ჩანდა დამარხავი. ძველი ქართული ანდაზა იტყვის. სოფელი დიდია. რამ გაადიდა? ანდასად. სოფელს ბოქლომი ჰკიდია. რაჭალე ჩხუმი მშობელი. გაცლილა, გათხელებულა. დღეს გადუვლია სოფელი. სოფელი გატყევებულა. მარტო ახლა მე რაც მახსოვს 56 წლიდან წელში ვარ დაბადებული აქ. იმის შემდეგ ახავს მარტო რამაბრაზებს დედი ჩემთან არ არის და არაფერი აი რამაბრაზებს საერთოდ არ მქონია შოქი ნუ რაც მე მახსოვს ჩემი მეხსიერება არ მქონია 56 წელში ვარ დაბადებული და შოქი არ მქონია ასე უდენოთ არ მგონია რომ სადმე იყოს ტელეფონი მაქვს და წყალი არა წყალი სოფლიდან მომაქვს გირობები უნდა შეუქმნან ისეთი რომ აქედან დასული ხალხი უკან მოატრიალონ მთავრობა რატომ დაიცალე სოფლები და ვონი არის სასაზღვრო ზონა. ყველაზე მეტი ყურადღება უნდა ექცეოდეს ამას და ყველაზე უყურადღებო არის ეს რაიონი. ამით იკვდება სოფლები ზუსტად. დაშლილი დაფანტული ასევად ჩემო ძმაო ლამის სული ამოხვდეს რა ვქნათ ჩემო ძმაო ხარში ამოვიდექით ისე ვთქვი ჩემო ძმაო მშობლიური მიწიდან აყრა დაუწყო ქვეყანაში გადასახლება ისედაც ერთი მუჭა ქართველებისთვის ისტორიული ხვედრი ყოფილა ეს არც შაჰაბას პირველი დროს დაწყებულა და არც მას შემდეგ დამთავრებულა. სამწუხაროდ იგი დღესაც გრძელდება. ბოლო 30 წელია. თითქმის არ დარჩენილა ქვეყანა მსოფლიოს რუკაზე. სადაც ქართველი არ გადახვეწილიყოს. სამუშაო შოვნისა და მომავლის იმედით. მიდიან წლებით, 10 წლეულებით. მიდიან და ვეღარ ბრუნდებიან. დღესდღეობით უცხოეთში მეტი ქართველი იბადება, ვიდრე საქართველოში. იქ დაბადებული ქართველები კარგავენ ენას, ეწყებათ გაუცხოება. ყველად კი არ უწოდეს ამ თაობას, დაკარგული თაობა. რატომ დაგვიბნელდა გონება? ცოდვის ბრალია ეს ყველაფერი. რის გამო დაიწყევლა მიწა პირველ რიგში ადამის ცოდვის გამო? რის გამო ღაღადებდა მიწა კაინის მიერ თავისი ძმის მკვლელობის გამო და ბოლოს უთხრა მიწა იყავ და მიწადვე მიიქეც და ისევ ღმერთი უყვარს რა ადამიანი გამოირჩევს მამამთავარს აბრაამს რომელსაც აღუთქვა აღთქმული მიწის დამკვიდრება ღმერთმა ხორცი შეისხა და მოევლინა ამ ქვეყნიერებაზე და აკურთხა ისევ განაახლა მიწა თავისი მოსვლით ამ ქვეყნიერებაზე უფლის მოსვლითაც მოხდა განახლება აი ამ სამყაროს ისევ კურთხევა მოხდა ჩვენი წმინდა მიწა არის იმის შემდგომ რაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ იკურთხა და რაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ხვდა წილად მაქი დაიწყება საქართველო და გავამაგრებთ ჩვენ საქართველოს ღებელები ღები ისტორიული სოფელია უძველესი სოფელი აქ არის ნაქალაქევი ბრილი ჩვენს მახლობლად 8 კილომეტრის დაშორებით. იქ აღმოჩენილია უამრავი ბალთა, ფოლადის ნაჭრები. ბრილის სამაროვანზე ფიქსირდება ძალიან დიდი რაოდენობით ეგვიპტური ნაკეთობანი.
უხსოვარი დროიდან სკარაბეი, ეგვიპტის უძველესი ღმერთის სკარაბეის თავიანი ღვთაება ხეპერას, იგივე ამომავალი მზის სიმბოლოს გამოხატულება იყო. ფიგურების შიდა მხარეზე აკეთებდნენ წმინდა სიმბოლოებს და აღორძინების საიდუმლოსთან დაკავშირებულ იეროგლიფებს. ეს ბრილში აღმოჩენილი სკარაბეებია. ეს კი ფარაონ სესოტრისის სკარაბეია. ასევე საინტერესოა, რომ მომდევნო მე-13 დინასტიის ფარაონ სებეხოტეპის სკარაბეიზე გამოსახული ფიგურა გავს ბრილში აღმოჩენილ ერთ-ერთ სკარაბეის ფიგურას. მივაკვლიე მე-14 საუკუნის ერთი პაპირუსია, რომელშიც მოხსენებული არის, რომ ეგვიპტეში სპილენძი არ არის, შემოაქვთ მადანი სირიიდან, შემოაქვთ მადანი აპენინებიდან და მესამე პუნქტი დასახელებული არის ძალიან უცნობი, რომელიც მოხსენებულია ესეთი ფორმით, რეჩენა. ბუნებრივია ყველა ადამიანს გაუჩნდება ეს რომ აი რეჩენა ხომ არ არის რაჭასთან რაღაც კავშირში. თვითონ რაჭა, როგორც ტოპონიმი, ასეთი ფორმით რაჭი ძალიან გვიანდელი შექმნილია. ბატონი მალხაზი ლაპარაკობს ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-14 საუკუნის პაპირუსზე. პირველად კი რეჩენა, როგორც ქვეყანა მოხსენიებულია ისევ და ისევ სესოტრისის ლაშქრობებთან დაკავშირებით. ეგვიპტეში მზის კულტის მთავარი ცენტრი იყო ქალაქი ჰელიოპოლისი, მზის ქალაქი, ეგვიპტურად ონი. მოგეხსენებათ, ონი რაჭაშიც მდებარეობს და ბრილის აღმოჩენები უკვე გვაფიქრებინებს სხვა თვალით შევხედოთ მის ეტიმოლოგიას. აღსანიშნავია, რომ ონის მახლობლად რიონის ერთ-ერთ შენაკადს ხაკაურა ეწოდება, რაც სესოტრისის ეგვიპტურ სახელს ზუსტად იმეორებს. ღები არის ერთი დიდი სოფელი, ღები, მაგრამ სოფელში არის ასეთი ტრადიცია, რომ გაღმა და გამოღმა, პატარა და დიდი სოფელი. და ამას განაპირობებს ზუსტად რიონი, რიონის გაღმა და გამოღმა დასახლება. წყალი საიდან მოდის ეს? გამოყვალი ხო, საგერთ წყაროები, რომელიც სუფთა წყაროებია, ხო? ხავსებში როგორ რთული პირობები გვაქვს, ძირითადად მესაქონლეობა არის, კარტოფილს ვთესავთ, ვაზი აქ არ ახარობს, იმიტომ რომ მკაცრი ბუნებრივი პირობები არის და ამით ვირჩენთ თავს. და ვეხმარებით ხნაში, თესვაში, თიბაში, ვეხმარებით ერთმანეთს თივების მოტანაში. და რა ვიცი, თუ რამე იქნება გასაკეთებელი, უმწეო ადამიანებს ვეხმარებით. ღები იყო მრავალრიცხოვანი ხალხით დასახლებული, 800 კომლიანი სოფელი იყო, მაგრამ დღესდღეობით 100 მოზამთრე კომლი თუ გაიქნება, მეტი აღარ არის. ტაძარი კომუნისტების დროს დაანგრიეს, შესანიშნავმა ღებელმა ამ სკოლა დამთავრებულმა იაგოგო გრიჭიანმა კვლავ ითავა ეკლესიის მშენებლობა და მართლა რომ არავის არ ეგონა, ეს მე მგონი 2000 წელს დაიწყო ღებელების მხარში დგომით
თანხებით შეაგროვეს, ღებში მცხოვრები ბიჭები და კაცები აბსოლუტურად ფიზიკურად შრომობდნენ, ყოველ დღეს იღებდნენ მონაწილეობას და 2007 წელს დამთავრდა ამ ეკლესიის მშენებლობა. 2010 წელს ჩატარდა პირველი სამეუფეო წირვა. ერთმა დაგლოცო, გაგაძლიერო, გაგახარო, თქვენ და სრულიად საქართველოს. თქვენი წინამძღოლი წმინდა ლოცვა. ეს არის ისტორიული დღე, ვინაიდან ახალ საუკუნეში, არათუ ძველში პირველად ფეხი დაადგა ყველაზე წმინდა ადამიანმა მსოფლიოს აქრისტიანოში.